სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარე ნინო დოლიძე ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან თანამშრომლები პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს. სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია დაჩქარებულად და დაუსაბუთებლად წარიმართა. როგორც დოლიძე ამბობს, გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოკვლეულა არსებული სტრუქტურის პრობლემები, არ შეფასებულა ხარვეზები, შესაბამისად დაუსაბუთებელია, რა საჭიროებებს, პრინციპებს და მიზნებს დაეფუძნა რეორგანიზაცია. გათავისუფლებული თანამშრომლები მიუთითებენ პოლიტიკურ მოტივებსა და მათი გათავისუფლების კავშირზე სწორედ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოზიციასთან დაკავშირებით. გათავისუფლებულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება მათი ოჯახის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება, ხოლო ნაწილისთვის დღემდე უცნობია გათავისუფლების რეალური მიზეზები. ასევე ზოგიერთი მათგანი უკავშირებს ამ პროცესს 16 ნოემბერს მოხდა ფაქტს, როდესაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ცესკოს თავმჯდომარეს ერთ-ერთმა წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს სახეზე საღებავი შეასხა. მოგეხსენებათ, რომ დავით კირთაძის მეუღლე სოფო სიჭინავა, რომელიც იყო ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეს არის სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი, მან თავისინებით დატოვა სამსახური, თუმცა სწორედ ეს დეპარტამენტია, რომელიც რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა და აქ დასაქმებული ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა, გათავისუფლდა. ფუნქციები, რაც ჩვენ დეპარტამენტს ჰქონდა, ჩვენ დებულებით და ცესკოს რეგლამენტით, მათი ნაწილი გადავიდა ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ფუნქციებში, ოღონდ მათ არ გადაუყევით ის ხალხი, რომელიც ამას ვაკეთებდით. და ჩვენ ვიცით რა კონკრეტული ადამიანური რესურსი, რომელ დეპარტამენტში რა ადამიანური რესურსია წარდგენილი, ჩვენ უბრალოდ არ ვიცით ის უნდა გააკეთოს. გარდა იმისა, რომ ჩვენ დეპარტამენტს კიდევ ჰქონდა ფუნქცია ინკლუზიური საარჩევნო განვითარების ხელშეწყობა, ანუ ეთნიკურ უმცირესობებთან და შეზღუდული შესაძლებლობებით მქონე პირებთან თანამშრომლობა საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან. ეს საერთოდ ეს არც ერთი დეპარტამენტის ფუნქციაში არ გადასულა. ეს საერთოდ როგორც გითხრეს, ეს დასჭება მოქმედი სამუშაო ჯგუფების ფორმატში. მე ვიყავი მონიტორინგის ჯგუფის თანამშრომელი. სწავლებას მონიტორინგს ვუკეთებდით იმ სწავლებებს, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ატარებდა ზოგადად. ჩვენ შემთხვევაში სამსახური დარჩა მხოლოდ 2 ადამიანი, დანარჩენი თანამშრომლები განთავისუფლდით. ეს არ არის პატარა სამსახური, მოცულობითი საქმიანობაა გასაკეთებელი. ეხლა წარმოუდგენელია 2 ადამიანმა, როგორ უნდა გაართვას თავი და შესაბამისად აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ ეს იყო პოლიტიკურად განთავისუფლება და წმენდა ჩვენი საარჩევნო ადმინისტრაციიდან. პირადად ჩემ შემთხვევაში მე ვიტყვი, რომ 30 ნოემბერს უკვე დავწერე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება სოციალურ ქსელში, შემდეგ დავგმე ქალბატონი მაკაჩიხლაძის ცემა და მე პირადად ჩემს განთავისუფლებას სრულად ვუკავშირებ პოლიტიკურ განთავისუფლებას.